შეეხება დღევანდელი გადაცემის სტუმარს, მინდა წარმოგიდგინოთ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი ბატონი რევას სუხაძე. ბატონ რევას, მოგესალმებით. მადლობას გიხდით Business Insider-ში იმედის დილაში მობრძანებისათვის. ასე ადრე, მაგრამ თქვენთვის არაფერი არ არის ამ ნაწილში გასაკვირი და უცხოდ არწმუნებული ვარ. პირველ რიგში მინდა გკითხოთ თქვენი ერთ-ერთი ბოლო ღონისძიებით, უბრალოდ აქტივობა არაერთი გაქვთ, საიდან შეიძლება დაიწყოს ადამიანმა, მაგრამ ბიზნესის ჭრილში ბატონ პრემიერთან ერთად თქვენ შეხვდით ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს, იმ კომპანიებს, რომლებიც თქვენთან თანამშრომლობენ. უფრო მეტი რო გითხრათ, რა იყო ამ შეხვედრის ძირითადი მიზანი და ზოგადად როგორია თქვენი და ბიზნესის კომუნიკაცია, ვინაიდან მოგეხსენებათ არაერთი კომპანია, რომელიც თქვენს გარშემო ტრიალებს. პირველ რიგში კიდე ერთხელ დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ზოგადად ბიზნესთან. ერთი რომ ჩვენ კარგად გვესმის რომ ამ ქვეყნის და თქვენ საუბრობდით ახლა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და ძალიან მნიშვნელოვანი არის ძლიერი ბიზნესი განაპირობებს ძლიერ ქვეყანას და ძლიერ ეკონომიკას. თუმცა ჩვენი სამინისტროს მიმართულებით ჩვენი ინტერესის სფეროს წარმოადგენს ის კომპანიები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში. ჩვენ მუდმივად გვაქვს ეს კომუნიკაცია, თუმცა ეს ბოლო შეხვედრა ეძღვნებოდა მათ შორის იმ გადაწყვეტილებებს და იმ მოსაზრებებს, რაც მთავრობას გააჩნია და ამ მიმართულებით თუ რა არის ბიზნესის პოზიცია. თქვენ იცით, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება და გვაქვს გარკვეული პრობლემები ამ მიმართულებით, ეს იქნება დროსთან დაკავშირებით, ხარისხთან დაკავშირებით, შეუსრულებელ ვალდებულებებთან დაკავშირებით და ჩვენ გვინდა რომ ჩამოვაყალიბოთ სწორი სისტემა თუ როგორ უნდა მოხდეს სახელმწიფოსა და ბიზნეს შორის კომუნიკაცია და ერთ-ერთი ამ მიმართულებით არის ეგრეთ წოდებული თეთრი სია, რაც გულისხმობს მოსახლეობისთვის რომ გასაგები იყოს. თეთრი სია გულისხმობს თავის თავში იმას, რომ კომპანია, რომელიც არის თეთრ სიაში და საკმაოდ ადვილია დღეს ამ თეთრ სიაში მოხვედრა, სარგებლობს გარკვეული შეღავათებით. ადვილია მოხვედრა, ანუ რას გულისხმობს ამ თეთრ სიაში? თუ აქვს თუნდაც ორი ძალიან მცირე კონტრაქტი შესრულებული სახელმწიფო დაკვეთით, მას შეუძლია რომ ამ თეთრ სიაში მოხვდეს და ეს თავის თავში გულისხმობს იმას, რომ როდესაც კონტრაქტის შესაბამისად ჩვენ პირობითად არის საავანსო გადახდა, ავანსის მხოლოდ ნახევრის საბანკო უზრუნველყოფა სჭირდება მას და ნუ კიდევ რამოდენიმე ასე ვთქვათ შეღავათი, რომლითაც ეს კომპანიები სარგებლობენ. ჩვენ როდესაც შევისწავლეთ დღეს ჩვენი პორტფელი თუ რა პროექტებს მართავთ და რა მდგომარეობა არის ამ მიმართულებით, გვაქვს ძალიან ცუდი მაგალითები იმისი, როდესაც ავანსი არის გაცემული საკმაოდ დიდი ოდენობით და ვალდებულებები არ არის შესრულებული და დღეს ჩვენ თუ მივალთ იმ გადაწყვეტამდე რომ პირობითად გაუწყვეტოთ კონტრაქტი ამა თუ იმ შემსრულებელს, საკმაოდ დიდი თანხა რჩება უზრუნველყოფის გარეშე. ამიტომ ჩვენ დანაკარგია ეს ბიუჯეტისთვის ამ შემთხვევაში. ჩვენ ამ შემთხვევაში სახელმწიფო რა თქმა უნდა იდავებს, შეეცდება რომ ეს თანხა დაიბრუნოს, მაგრამ რისკი მაღალია. ამ შემთხვევაში ჩვენ უყურებთ საკითხს ესე რომ მაქსიმალურად დავაზღვიოთ სახელმწიფო მსგავსი რისკებისგან და არის მიღებული გადაწყვეტილება რომ თეთრი სიის პრინციპი გადაიხედოს. ზუსტად ამას ემსახურებოდა ბიზნესთან შეხვედრა, მათი მხრიდან ყოველ შემთხვევაში ნაწილი კომპანიების მხრიდან არის მოსაზრება რომ ეს იქნება მათთვის პრობლემური ამ ეტაპზე, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ ამაზე მუშაობას და საბოლოო გადაწყვეტილებაც ალბათ უახლოეს პერიოდში იქნება, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი რაც არის, რაც მინდა ვთქვა, პოზიცია ჩვენი იქნება რომ ჩვენ მაქსიმალურად გავაკონტროლებთ იმას, რომ ყველა კონტრაქტი სრულდებოდეს ვადაში და რა თქმა უნდა ხარისხიანად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე ხარშთეფექტურობის საკითხი, რომელზეც პრემიერი ძალიან ხშირად საუბრობს. ჩვენი ამოცანა არის, რომ სახელმწიფომ რეალურ ფასად არა მაღალ ფასად, არამედ რეალურ ფასად მიიღოს შესაბამისი პროდუქტი. ეს იქნება სკოლა, ბაღი, სტადიონი თუ ასე შემდეგ. შესაბამისად ჩვენ ამ მიმართულებითაც გვაქვს მუშაობა დაწყებული, რომ ფასების განსაზღვრის თვალსაზრისით სახელმწიფოში გადადგას ნაბიჯები, იმიტომ რომ საკმაოდ არასწორი პრაქტიკა იყო ამ მიმართულებით მთელი 30 წლის განმავლობაში და მე მგონი დადგა იმის დრო, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ავიღოთ სახელმწიფომ შეიძლება არასაბაზრო ფასი
ფასი ყოფილიყო, თქვა, ცალკეულ შემთხვევებში, ანუ არასწორ პრაქტიკაზე როცა საუბრობ. დიახ, ალბათ იყო ესეთი შემთხვევებიც, როდესაც იყო ზედმეტად მაღალი ფასი. თუმცა არ გულისხმობ, შეიძლება რაღაცა კომპონენტებში პირიქით ყოფილიყო დემპინგური ფასი გარკვეულ პოზიციებზე. მოკლედ, მთავარი არის, რომ ეს სისტემა მოწესრიგდეს, გაჯანსაღდეს. რეალური ფასი იყოს, რაც საბაზრო ფასი. რეალური ფასი იყოს და ამ მიმართულებითაც იდგმება ნაბიჯები, მნიშვნელოვანი ნაბიჯები არის გადადგმული უკვე ეგრეთ წოდებულ ნორმებთან, სამშენებლო ნორმებთან დაკავშირებით და ეკონომიკის სამინისტრო ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობს წლების განმავლობაში და ბოლოსკენ მიდის უკვე ეს პროცესი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში უკვე ჩვენს ქვეყანას ექნება ახალი ევროკოდები, ის ნორმები, რომლითაც მოხდება ვიხემძღვანელებთ მშენებლობის დროს, იმიტომ რომ ნამდვილად არ არის სწორი, როდესაც დღეს ჩვენ პროექტების განხორციელების დროს 82-3 წელს მიღებული ნორმები ვხემძღვანებთ. შესაბამისად, ეს კომუნიკაცია ბიზნესთან იქნება ძალიან აქტიური, თუმცა ჩვენ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ მაქსიმალურად ამ შემთხვევაში ჩემი როგორც მინისტრის, ჩვენი სამინისტროს მთავარი ამოცანა და ფუნქცია არის სახელმწიფო ინტერესის დაცვა. და ნამდვილად ძალიან ბევრი ხარვეზებია, მინდა დავადასტურო, მათ შორის შესრულების ხარისხთან დაკავშირებით და ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ამ მიმართულებით რაიმე კომპრომისი იყოს ჩვენი მხრიდან და ანუ ეს არსებულ პროექტებთან მიმართებაში მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით ვსაუბრობ და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სახელმწიფო მიიღოს ის ხარისხი, რა ხარისხიც აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. ამიტომ კომპანიებსაც მე ყველას მინდა მოვუწოდო, რომ მათაც ამ მიმართულებით აქტიურად უნდა იმუშაონ, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ჩვენი თანამშრომლობა უბრალოდ ვერ შედგება. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და კარგია კერძო სექტორთან ასეთი კომუნიკაცია. განსხვავებული აზრები, რა თქმა უნდა, ამ ნაწილში იქნება, მაგრამ თქვენი პოზიცია ამ კუთხით ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი მესიჯია ყველა კომპანიისთვის, თუ რა უნდა გააკეთო, იმიტომ რომ ხარისხის ნაწილზე ხშირად არის ხოლმე მათ შორის მოსახლეობის მხრიდან კითხვები ამ მიმართულებით და ნამდვილად ჩვენ ხშირად არის ხოლმე დამოკიდებულება, რომ სახელმწიფო პროექტია რაღაცა თლათ ისე შეიძლება რომ არ გაკეთდეს. ეს ნამდვილად ესე ვერ იქნება, ეს შეეხება როგორც საგზაო მიმართულებით მშენებლობას, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მხრივ. ჩვენ ამ მიმართულებით არანაირ კომპრომისს არ დავუშვებთ. კი ბატონო, აი სწორედ საგზაო მიმართულებით მინდა გითხოთ ახლა უფრო მეტი ასე ვთქვათ, ზირთაჩი არ აბსოლუტურად თქვენ გულებთ ამ ნაწილს ახლა. მესმის რომ შეიძლება რთული იყოს გამოვყოთ რომელია უფრო მნიშვნელოვანი, მაგრამ ეხლა რომელ სტრატეგიული პროექტებია, რომლებზეც მუშაობთ და რა ავადებში ველოდებით, ასე ვთქვათ, პროექტების დასრულებას. ვიცი რომ აქედანაც მიემგზავრებით. დიახ, დღეს ჩვენ პრემიერთან ერთად მივდივართ ქვეშეთი კობის მონაკვეთის მოსანახულებლად. ნამდვილად უნიკალური პროექტი არის, შემიძლია გითხრათ, ეს არის 23 კილომეტრიანი მონაკვეთი, ურთულესი რელიეფის გათვალისწინებით, სადაც არის რომელიც შედგება 5 ხიდისაგან და 5 გვირაბისგან, მათ შორის ერთ-ერთი გვირაბი არის ყველაზე დიდი ალბათ რეგიონში, დაახლოებით 9 კილომეტრი არის უნიკალური ხიდები, რომელიც არათუ ჩვენ ქვეყანაში, არამედ რეგიონში ჯერ არ აშენებულა. დღეს მოვინახულებთ ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ხიდს ჩვენ ქვეყანაში. და ძალიან საინტერესო პროექტია, ძალიან რთული პროექტი არის, რომელიც პირველი ეტაპიც იმედი გვაქვს, რომ 25 წლის ბოლოს დასრულდება და საბოლოო ჯამში ალბათ 26 წლის დასასრულისთვის ვფიქრობთ, რომ ეს პროექტი თავიდან დასრულდეს. რაც თავის თავში გულისხმობს იმას, რომ სტეფანწმინდაში თუ დღეს ჩვენ გვჭირდება 2 საათი ნახევარი მგზავრობა და ახლობით საათში და 45 წუთში იქნება შესაძლებელი ჩასვლა, მაგრამ დროის შემცირებასთან ერთად მნიშვნელოვანი არის, რომ ზამთრის პერიოდში შეფერხებები მინიმუმამდე იქნება დასული, ფაქტიურად აღარ გვექნება შეფერხება ამ მიმართულებით. იცით თუ რამდენ პრობლემას ქმნის დიდ თოვლობის დროს გუდაურის გადმოსასვლელი, ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. როგორც ტურისტისთვის, მოსახლეობისთვის ტურისტებს რა თქმა უნდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხორციელდება. დასავლეთის მიმართულებით მაგისტრალი იცით, რომ ქუთაისამდე ფაქტიურად შეუფერხებლად ჩავდივართ. რიკოთან ერთი მონაკვეთი 4 კილომეტრიანი მონაკვეთი წლის ბოლოს იქნება დასრულებული. მიმდინარეობს გურის მონაკვეთზე აქტიური მუშაობა.
და იმედი გვაქვს, რომ ეს მიმართულებაც ძალიან მალე დასრულდება. ვიწყებთ ახალ პროექტს, ეს არის ბათუმის არფის მონაკვეთი. იქაც უნიკალური გვირაბის მშენებლობა განხორციელდება დაახლოებით 8 კილომეტრის სიგრძის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტია. ანუ იმ ნაწილს შემოვუხსენებთ. დიახ. და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა, რაც აქტუალური არის არა მხოლოდ ტრანზიტული კუთხით, არამედ ვფიქრობ, რომ დედაქალაქისთვისაც სატრანსპორტო განტვირთვის მიზნით და სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგების მიზნით იქნება ეს მნიშვნელოვანი პროექტი, გამომდინარე იქიდან, რომ ამ შემოვლით გზას აქვს დაერთებები ქალაქთან და მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება ამ კუთხით. ასევე აქტიურად მუშაობთ კახეთის მიმართულებით მაგისტრალის გაგრძელებაზე და ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს უკვე დავიწყოთ ეს პროექტები. უკვე კონტრაქტორი გამოვლენილი არის და ალბათ გარკვეული პროცედურები მიმდინარეობს ახლა და მომავალი წლის დასაწყისში უკვე დაიწყება რუსთავი წითელი ხიდის მიმართულებით მაგისტრალის მშენებლობა და ასევე უახლოეს პერიოდში დავიწყებთ რუსთავის შეწყვეტილი დამაკავშირებელი გზის მშენებლობას. ეს პროექტიც თავის შინაარსიდან გამომდინარე ქალაქისთვის, დედაქალაქისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. უნებრივია, ყველა ეს პროექტი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის, მაგრამ ამავდროულად, როდესაც ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე ჩვენ შუადერეფანთან დაკავშირებულ საკითხზე, არაერთხელ გაგუსვავს ხაზი, რომ კიდევ ერთხელ 2030 წლის თვისების გასამაგებაა მოსალოდნელი მსოფლიო ბანკის კვლევით, ცხადია ეს ინფრასტრუქტურა ამ ყველაფერს შეუწყობს ხელს და ბოლოს მინდა გკითხოთ, მოკლედ სპორტულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, ასევე რაც ესეთი კარგი გაგებით ბუმია ქვეყანაში და ამ ბუმს ჭირდება ხელშეწყობა ბუნებრივად სახელმწიფოს მხრიდან და არაერთი საინტერესო ინიციატივა მოვისმინეთ პრემიერის მხრიდან თუ ფონდის შექმნასთან დაკავშირებით თუ ასე შემდეგ. მე თქვენს დასაწყისში გისმენდით და მე მინდა თქვენს ამ პათოსაც გამოვეხმაურო. მეც შემხვდა კომენტარები, როდესაც დაანონსდა ცენტრალური სტადიონის მშენებლობა თუ ტექნიკური ბაზების მშენებლობა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. მოვისმინე გარკვეული კრიტიკა, თუმცა სიმართლე გითხრათ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს უბრალოდ არ მისმის, რატო არ შეიძლება გიხაროდეს, როდესაც ბევრი საინტერესო პროექტი ხორციელდება, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ცალკე აღებული სპორტული ამას არ უნდა შევხედოთ მხოლოდ როგორც სპორტულ ინფრასტრუქტურას. მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველა მოქალაქეს ჰქონდეს სხვადასხვა სერვისებზე წვდომის საშუალება და ზუსტად პრემიერის ის ინიციატივა, რომ ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენ შევქმნათ მულტიფუნქციური სპორტული, კულტურული ცენტრები, სადაც ადამიანებს ექნებათ საშუალება, რომ დაკავდნენ სპორტით, არ ვიცი, კულტურული სერვისები მიიღონ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მათ ღირსეულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ადამიანებმა ღირსეულად უნდა იცხოვრონ. ეს არის ჩვენი ამოცანა და თავი დავანებოთ იმას, რომ სპორტის განვითარება დღეს ახლა იცით ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ნარკოდანაშაულთან და ზოგადად ამ ძიმე სენთან მიმართებაში გადადგმული საკმაოდ აქტიური ნაბიჯები. ესეც ამის შემადგენელი არის, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ საშუალება ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდნენ, იყოს ამის პროპაგანდა. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს არის საერთოდ მნიშვნელოვანი ამ ქვეყნისთვის და ამავე დროს, როდესაც ეკონომიკურ განვითარებაზე ვსაუბრობთ, ამ ქვეყნის რეგიონების განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით. ძლიერი მუნიციპალიტეტები საბოლოო ჯამში არის ძლიერი სახელმწიფო და ჩვენ არა მხოლოდ სპორტული და კულტურული, არამედ თუნდაც რეკრეაციული სივრცეების განვითარებით აქტიურად მუშაობთ. იცით, რომ გამოცხადებულია უკვე არქიტექტურული კონკურსი მალთაყვის სანაპიროს რეაბილიტაციაზე, რაც უდიდესი და უმნიშვნელოვანესი პროექტი იქნება. ასევე შეეხება ქუთაისის ამ მიმართულებით ძალიან აქტიურ განვითარებას. რამოდენიმე დღის წინ პრემიერი იმყოფებოდა ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარედ და იქ უზარმაზარი რეკრეაციული, მულტიფუნქციური, ასე ვთქვათ, ცენტრი აშენდება. ყველა ეს პროექტი საბოლოო ჯამში არის ძალიან დიდი ნაბიჯი წინ გადადგმული ამ ჩვენი ქვეყნის განვითარების და წინსვლისთვის, რაც მე ძალიან მიხარია, რომ ამის თანამონაწილე ვარ და ჩვენი სამინისტრო, ყველა ის სტრუქტურა, რომელიც ჩვენ სამინისტროში შედის, მაქსიმალურს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს პროექტები რაც შეიძლება მალე დაიწყოს, დროულად განხორციელდეს და რაც მთავარია ხარისხიანი.
ძალიან დიდი მადლობა პატრონებას გიერთდები თავნაწილში მაქსიმალურად მართლაც რა ვიცი შეუძლებელია არ გაგეხარტეს ეს ყველაფერი და ჩვენი მხრიდან ბუნებრივია მზად ვართ რომ ეს ყველაფერი გავაშკოთ სხვა შორის თქვენი ტემპი ენერგია და მაჟორიტარულ ნაწილში განხორციელებული საქმიანობა სრულად გვაძლევს იმის იმედს არა უბრალოდ ავანსად გაცემული იმედია ფაქტები ადასტურებს რომ ამას შეძლებთ თავნაწილში რაც გაქვთ ჩაფიქრებული დიდი მადლობა კიდევ ერთხელ დღეს ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია ჩვენ დავუბრუნდებით პარასკევს